ჩვენ დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად თეატრი ლუკიანი იუსტიციის მინისტრი უპასუხებს დღეს ჩვენ შეკითხვას. აღმოჩნდით ხალხო მადლობა რომ მოგზანდით. რატიფიცირება, დოკუმენტი რატიფიცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი დასრულდა. ეს ნიშნავს რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო, რაც ავალდებულებს საქართველოს მოქალაქეებს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უამრავი პირობა შეასრულოს. არის თუ არა მზად აი რთული გზის გასავლელად თქვენი ხელისუფლება. მოგესალმებით და ყველა მოქალაქეს მიულოცავ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი წარმატებული ეტაპის დასრულება და ამ წარმატებაში თითოეულმა მოქალაქემ ჩადო თავისი ძალისხმევა, იმიტომ რომ როდესაც სისტემის რეფორმირება ხდება და დღეს მიღებულ რეზოლუციაში ძალიან ბევრგან არის ნახსენები უახლესი რეფორმებია ეს სიტყვა. ამ უახლესი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც მოთმინებას ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენი მოქალაქეები მთავრობასთან ერთად მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ, რაც რის შესახებაც მაგალითად მოწოდებებია გაკეთებული ამ რეზოლუციაში, დაწყებული ამაზე მუშაობა, თუნდაც ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ეს გახლავთ მოწოდება იმის შესახებ, რომ საქართველოში სისხლის სამართლის პროცესში უკეთესად იქნეს ბავშვთა უფლებები დაცული და შემუშავდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. კოდექსი არა მხოლოდ მომავალში შემუშავდეს, არამედ უკვე შემუშავებულია და მე წლის ბოლომდე მას წარვადგენ უკვე მთავრობის წინაშე პარლამენტში გადასაგზავნად. ეს ერთი მაგალითია თუნდაც იმისა, რომ მზაობა არსებობს უფრო მეტი მუშაობისთვის, ახალი ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის და არის შემთხვევები, სადაც სამუშაო გაკეთებულია უკვე. რაც შეეხება პროკურატურას, რომლის რეფორმირების პროცედურაც დღეს თქვენ დაგავალათ პირადად პრემიერ-მინისტრმა. აქ საუბარია იმაზე, აქ ჩვენ რეზოლუციაში ვნახეთ, აღარ წავიკითხოთ, რომ ორი დღე ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ ცოლიდური შენიშნები სწორედ ამ მისამართით. თქვენი პირადი ხედვით, როგორც პროფესიონალის ამ საქმის, ვის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული თავი პროკურორი, არსებობს თუ არა უკვე რაღაცა მიმართულება, რის საითაც უნდა განავითაროთ ეს რეფორმა. ამ რეზოლუციაში არის ნათქვამი სწორედ ის, რაც თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილმა და მე ვიყავ მისი დელეგაციის წევრი ბრიუსელში ნოემბერში ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე თქვა, რომ პროკურატურა სჭირდებოდა გაძლიერება პროფესიონალიზმის კუთხით და შესაბამისად ინსტიტუციური რეფორმა, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ანგარიშვალდებულება. და ჩვენ მაშინ ვითხოვეთ და იმედი გამოთქვით, რომ ევროკავშირი ამ პროცესში დაგვეხმარებოდა. ამან ასახვას პოვა სწორედ რეზოლუციაში, სადაც ნათქვამია, რომ ეს პროცესი უნდა მოხდეს მართლაც. დღეს პრემიერმა გააჟღერა, რომ კარგი იქნებოდა თუ ევროკავშირის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ დაფუძნებული სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათა შორის საბჭოში გაიხსნებოდა ამაზე დისკუსია. ეს არამც არ ნიშნავს იმას, რომ მე ერთი მინისტრი მოვახდენ ამის რეფორმირებას. სწორედ ამიტომაც დაავალა მან საბჭოს ამ საკითხის მსჯელობა საბჭოში გახლავთ, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავად მთავარი პროკურატურა, პარლამენტარები, სამოქალაქო საზოგადოება, ევროკავშირი, გაერო და ძალიან ბევრი სხვა მონაწილე, რომელთა აზრი იქნება ძალიან საინტერესო, როდესაც ჩვენ ვაპირებდით 26-ში პარლამენტარების სურვილის გათვალისწინებით 27 დეკემბერს შედგება ეს პირველი სხდომა და გაიხსნება დებატი. არსებობს თუ არა უკვე რაიმე მოდელებზე ფიქრი არსებობს, მოდით ასე ვთქვათ. ერთი არის ის, რაც წერია კონსტიტუციაში. კონსტიტუციაში დღეს ჩვენ ჩაგვრჩა, ასე ვთქვათ, ჩანაწერი მიუხედავად იმისა, რომ კანონი შევცვალეთ, რომ პროკურატურის ორგანოებს ზოგად ხელმძღვანელობას უწევს იუსტიციის მინისტრი, თუმცა კანონი ამბობს აბსოლუტურად სხვა რამეს და დღეს რეალურად იუსტიციის მინისტრი არ ახორციელებს პროკურატურის ორგანოების ხელმძღვანელობას, რადგან კანონში მეკრძალება ჩავერიო საპროკურორო საქმიანობაში და არც მაქვს ეს უფლებამოსილება. ჩვენ თუ წავალთ იმ მოდელისკენ, რომ კონსტიტუციაც უნდა შეიცვალოს და მე ვთვლი, რომ უნდა შეიცვალოს, მაშინ ალბათ იდეალური იქნებოდა, რომ სამივე შტო ვიპოვოთ ისეთი მოდელი, როცა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში, მის დასახელებაში სამივე შტო თანაბრად მონაწილეობს. აი ესეთი მოდელი მესახება მე იდეალურად. მოდელი იდეალურიც იმ შემთხვევაში იქნება მხოლოდ თუ კი საარჩევნო პერიოდებს არ დაემთხვევა მთავარი
თავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა, რათა ჩვენ კანონით განვამტკიცოთ, რომ ეს პოზიცია, ეს ორგანო იქნება ნებისმიერი საარჩევნო ციკლისგან და პოლიტიკური პროცესისგან დამოუკიდებელი. თუმცა თუ არ ვწდებით, თქვენს წინა საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ პრეზიდენტს უნდა წარედგინა პარლამენტისთვის თავარი პროკურორი. ასეთი იყო მოდელი, რომელზეც რასაც პირდებოდა თქვენი პოლიტიკური ძალა. ამაზეც ვიფიქრებთ, ჩვენ ერთ-ერთ მოდელად ამასაც განვიხილავთ, თუ ეს ასე მოხდა, მაშინ კიდევ ერთხელ ამბობ, კონსტიტუციის ცვლილება იქნება საჭირო და აქ იმედია, რომ უმრავლესობა და უმცირესობა და ოპოზიცია იქნებით ერთიანი იმ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც ერთად უნდა შევიმუშაოთ, ამიტომაც 27-ის სხდომაზე არის მოწვეული როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მისი მოადგილე, რომელიც ამჟამად უკვე ოპოზიციაში იმყოფება და ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ საკითხით თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე უნდა იყოს დაინტერესებული. მე ჩემი ერთი მინისტრის და იუსტიციის მინისტრის გადასახედიდან მნიშვნელოვნად მეჩვენება ხაზი გაუსვა იმას, რომ ის რომ ამ საბჭოს ფარგლებში მოხდება დისკუსია, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს აზრად და პირველ ყოვლისა მე რომ პროკურატურის ორგანოები დაუბრუნდეს იუსტიციის სამინისტროს. მე ეს არც პროფესიულად მსურს, არც პოლიტიკურად და არც პიროვნულად, იმიტომ რომ ვთვლი რომ პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არ უნდა იყოს ანგარიშვალდებულების გარეშე, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას, რადგან თავარი პროკურორი დიახაც რომელიმე სხვა ორგანოს წინაშე უნდა აგებდეს პასუხს, როდესაც ხდება შეცდომები პროკურატურის ორგანოებში. დღეს ეს პასუხის გებლობის ორგანო თავარ პროკურორს არ აქვს და სწორედ ეს არის ის ინსტიტუციური ხარეზი, რაც ჩვენ სერიოზულად თავარი პროკურორი როგორი უნდა იყოს, მოქალაქეებს რომ აუხსნათ, იდეალურ შემთხვევაში თქვენი აზრით რას იცნობს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, მას ყავდა ზურაბადეიშვილი მოგვიანებით პერსონა, რომელიც მართავდა ასევე ამ სტრუქტურას, მისი დაქვემდებარების ქვეშ და რეალურად ადეიშვილი რჩებოდა ისევ ამ უწყების ხელმძღვანელად. შემდეგ თქვენ იყავით ძალიან ცოტა ხანს და შემდეგ გამოჩნდა ბატონი პილაშვილი, რომელიც გახსნილი იყო მედიასთან და უფრო საჯარო პირიც იყო. შემდეგ გამოჩნდა ის ასე ვთქვათ, მითიური ფარცხალაძე, რომელიც მალე დაიკარგა და ახლა ყავს გენერალური პროკურორი, პროფესორი თავარი პროკურორი, რომელიც თვალით არ გვინახავს რეალურად მედიას, იმიტომ რომ რეალურად მას არც ერთ კითხვაზე არ უპასუხია არასდროს. როგორი უნდა იყოს პროკურორი? მე ვფიქრობ და ალბათ არც ჩემს ყოფილ კოლეგას ბატონ არჩილს და არც ამჟამად თავარ პროკურორს არ ეწყინებათ, რომ ეს ორი სხვადასხვა უკიდურესობაა და რაღაც შუალედი იქნება საპოვნელი. თავარი პროკურორი არამც არ უნდა იყოს ისეთი ტიპის საჯარო ფიგურა, რომელიც მუდმივად როგორც ვთქვათ მინისტრი ან დეპუტატი არის მედიასთან, საზოგადოებასთან მუდმივად კონტაქტში. ეს არის მისი ფუნქცია. მისი ფუნქცია დანაშაულთან სამართლიანი ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში, გამოძიების ზედამხედველობა კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარ პროკურორს და პროკურატურას სჭირდება საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია და ეს როგორ უნდა მოხდეს თუ არა მედიის დახმარებით. ამიტომ შუალედი იქნება საპოვნელი, თუმცა თავარი მაინც არის საქმე და კომუნიკაციის საშუალება შეიძლება უფრო მარტივად გამოიძებნოს. მაგრამ ის რომ მედიას აქვს იმის განცდა, რომ ადრე ღებულობდნენ მარტივად პასუხებს და ახლა შეიძლება ვეღარ ღებულობენ, ეს რა თქმა უნდა გამოსასწორებელი იქნება. საბოლოოდ რაც შეეხება კიდევ რამდენიმე შენიშვნას, რომელიც მოქცეს ამ რეზოლუციაში, მათ შორის არის ის, რომ ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოტენციური გამოყენება რომ არ მოხდეს, ამას გეუბნებიან, ვინაიდან ეს ძირს გამოუწევს საქართველოს ევროპულ კურსს და პრინციპში არ იქნება თანხვედრილი დემოკრატიული რეფორმებთან, რომელიც დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას. რატომ არის სულ ეს? ყველა ტიპის რეზოლუციაში, ყველა ტიპის მოწოდებაში, რატომ ვერ ხერხდება? მე ვერ დავიჟინებ ამ წუთში, მაგრამ მე მგონი საბოლოო რედაქციაში ეს ტექსტი ბევრად უფრო შერბილებულია, მაგრამ დაველოდოთ დღეს საღამოს ან ხვალინდელ დილას, როცა გამოქვეყნდება საბოლოო ვერსია, მაგრამ ასეა თუ ისე გეთანხმებით, რომ რაღაც მინიშნება ამ ტიპის თუ იმ ტიპის არის ეგრეთ წოდებულ შერჩევით სამართლმსაჯულებაზე, იმაზე რომ არ უნდა იყოს აღქმა იმისა, რომ პროკურატურა გამოიყენება პოლიტიკური ასე ვთქვათ ანგარიშწორებისათვის და ასე შემდეგ. არ შეიძლება არ დაეთანხმო იმას, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რაც ძალიან მძიმე იყო მთავარი პროკურატურისათვის, რომელიც არ უნდა დაგვაუწყდეს, არის მხოლოდ და მხოლოდ მხარე
სასამართლო დარბაზში მძიმე იყო, იმიტომ რომ მათ როგორც თქვენ ახსენეთ, მოუწიათ გიგანტური ნახტომის გაკეთება, ზოგმა პროკურორმა ეს შეძლო, ზოგმა ვერ შეძლო და დაეცა ამ ნახტომის განხორციელებისას ადეიშვილსა და ახალ რეალობას შორის. ადრე თუ კი პროკურორები, რომლებიც უმრავლესობა იგივენი არიან დღეს, ჩემდა სამწუხაროდ და ალბათ ეს უნდა შეიცვალოს მომავალში, იმიტომ საკადრო პროფესიონალიზმი და საკადრო პოლიტიკა ასევე ინსტიტუციური ცვლილებების დროს იქნება გადასახედი. ვფიქრობ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი მათთვისაც იყო მძიმე, ისევე როგორც მოსამართლეებისთვის და დღეს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის უსმენდი, რომელიც ამას ამბობდა, სწორედ ისე როგორც მე ვამბობ, რომ ბევრმა მოსამართლემ ვერ გაითავისა ჯერჯერობით თავისუფლებაო. ამიტომ ეს 2 წელი ყველასთვის მძიმე იყო, ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ადვოკატებისთვისაც, რომ შევგვებოდით ახალ რეალობას. მე არ შემიძლია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ მომავალში, ამიტომაც გაცხადდა ბევრი რეფორმის შესახებ ბოლო დღეებში, ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმას, რომლის წინა ეტაპები ამავე რეზოლუციაში არის წარმატებულად ცნობილი. წერია, რომ უახლესი რეფორმები მართლმსაჯულების კუთხით განხორციელებული არის ერთ-ერთი ის, რასაც ევროკავშირი მიესალმება და რამაც განაპირობა ბევრ სხვა შორის დღევანდელი რატიფიკაცია. მიესალმება ევროპარლამენტი რატიფიკაციისას შრომის კოდექსში ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმას. მიესალმება და აგრეთვე ამბობს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის გონივრული, დაბალანსებული, თუმცა ესმით მათ, რომ ჩვენ ვართ მუდმივი საფრთხის ქვეშ, გმობენ მკაცრად იმას, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოს მიმართ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეიძლება ეს არ აღინიშნოს, ნათქვამია ძალიან ცალსახად, რომ საქართველოს აქვს როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ვიზა ლიბერალიზაციის რაც შეიძლება მალე წარმატებით განხორციელების შანსი და შავი თეთრი და მითითებული, რომ ეს იქნება მოსახლეობისთვის პირველი შედეგი. და ნათქვამია ის, რაც ალბათ ყველას უნდა გვიხაროდეს, რომ ასოცირების შეთანხმება ფარავს საქართველოს იმ ტერიტორიას, რომელიც არის ერთიანი საქართველო და აღიარებული დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. შეეხება ეს ვიზა ლიბერალიზაციას, რომელიც გულისხმობს ბოლოს და ბოლოს უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან, შენგენის სივრცესთან, რამდენად რეალურია, რომ ეს 2015 წელს უკვე განხორციელდეს? ჩვენთვის ეს ყველასთვის სასურველია, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის სურეალისტური ან არარეალისტური, მაგრამ ჩვენ არ გვჩვევია ამ მთავრობას, რომ ზოგიერთი შევქმნათ სრულმოლოდინები და მე ადამიანებს უთხრათ, რომ მაპს გვაძლევენ, მაგრამ არ მოგცეს, ნატოში უკვე შევედით, მაგრამ უითურმე არ შევსულოთ და ასე შემდეგ. ეს არ არის არარეალისტური, მაგრამ რამდენად რეალისტური იქნება ამას რო დაგვანახებს, თავარია რომ ჩვენ ოქტომბერში დავხურეთ წარმატებით ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ძალიან ბევრ საკანონმდებლო რეფორმას. მარტო იუსტიციის სამინისტრო 2 წლის განმავლობაში 158 კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში. ეს არის ტიტანური შრომა, აღარაფერს ვამბობ სხვა სამინისტროებზე. ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, რომ ეს პირველი ფაზა წარმატებით. რაზე იქნება დამოკიდებული მეორე ფაზის წარმატება? მეორე ფაზა არის უკვე დაკვირვება ხშირად გაუფრთხილებლად ბრიუსელიდან ჩამოსული ექსპერტების მიერ, თუ ის კანონმდებლობის რეფორმები, რაც განახორციელებთ პრაქტიკაში როგორ მიდის და არის დანერგილი. ჩვენ პირველი მისია მივიღეთ იუსტიციის სამინისტროს ეხება მეორე ფაზის პირველი ბლოკი. უსაფრთხო დოკუმენტების ბლოკი ჩვენ მივიღეთ 2 კვირის წინ, 10 დღის წინ პირველი მისია, რომელმაც ჩვენი პირველი შთაბეჭდილებით წარმატებით ჩაიარა და სხვათა შორის ოფიციალური მისიის პარალელურად ჩვენ სხვადასხვა ტერიტორიულ სამსახურებში იყვნენ აგრეთვე ჩვენთვის მოულოდნელად ვიზიტორები, რომელიც აღმოჩნდა, რომ ასევე შეგვაფასებენ. ამიტომ ეს არის მისტიური შეფასება, რომლისთვისაც მზად უნდა იყოს იუსტიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და იმედი გვაქვს, რომ 4-5 იანვარს როცა დაიდება ჩვენთან დაკავშირებული დასკვნა, ეს იქნება დადებითი დასკვნა, მითითებული რეკომენდაციების მითითებით, რაც ჩვენ შეგვეძლება რომ გამოვასწოროთ მაისის თვემდე. და იმ ცრუ რეალობის შემქმნელთაგან ერთი ციტატა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ამბობს, რომ თქვენ კლასში ჩარჩენილები ხართ, რომ ასეთი ტიპის შენიშვნები თითქმის არასდროს მიუღია მის ხელისუფლებას, რომ ისინი იყვნენ ფრიადოსნები და თქვენ სამიანზეც ვერ ასრულებთ იმ თხოვნებს და მრჩევებს თუ რეკომენდაციებს, რასაც გაძლევენ პარტნიორები. დიახ, მე ვიზიარებ, რომ ის არის ფრიადოსანი, მე კი ვარ 51-ოსანი და 55-ით დავამარცხე ნაციონალური მოძრაობა კოალიციასთან ერთად და ასეც ვაგრძელებ და ასე გავაგრძელებ. ჩვენ ვართ უფრო წარმატებული მთავრობა, ვიდრე
ბევრი არ ეწყინოს არავის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, თუნდაც როგორც ამ რეზოლუციაშია ნათქვამი რეფორმების სისწრაფის თვალსაზრისით და ხაზგასმით არის აღნიშნული ბოლო 2 წლის უახლესი რეფორმების შთამბეჭდავი ტემპი, რაც არ იყო ბატონი ხუთოსნის გეგმებში 9 წლის განმავლობაში. თუ კი ჩვენი შეცდომა ის არის, რომ ციხეებში დღეს არავის აუპატიურებენ, თუ კი ჩვენი შეცდომა ის არის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მე მზად ვარ მივიღო ეს შენიშვნა და მე მიხარია, რომ ჩვენ ეს ბრჭყალებში შეცდომები გვაქვს. და როდესაც დღეს თქვენ ხედავდით მას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გვერდში ეს დისკომფორტს გიქმნიდათ, როგორც ახალი მთავრობის წევრს? დისკომფორტს არ მიქმნიდა, მე მიხაროდა, რომ ხედავდი საქართველოს პრეზიდენტს მარგველაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ამ ისტორიულ დღეს რომ ესწრებოდა და მიხაროდა, რომ იქვე იყო დასახელებული ხუთოსანი, რათა თავისი თვალით დაენახა საკუთარი ფიასკო. ეს იყო მისთვის ფიასკო, იმიტომ რომ რეალურად ამ რეზოლუციაში აღიარებულია, რომ ის მთავრობა, რომელიც არის რეფორმატორი მთავრობა და 2 წელი პრაქტიკულად ტიტანურ შრომას ეწევა, მას ეს შრომა და შედეგები დაუფასდა, იმიტომ რომ ეს არის ხალხისთვის გაკეთებული საქმე. როდესაც უვიზო რეჟიმი გვექნება, ეს არ იქნება რომელიმე მინისტრის სასარგებლოდ გაკეთებული, იმიტომ რომ ევროკავშირში დღეს მე ისედაც თავისუფლებას დავდივარ და ვიზაზე უარს არავინ არ მეტყვის. ეს არ კეთდება ჩემთვის, ეს კეთდება იმ ადამიანებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც თავის ბუნებრივ გარემოს ევროკავშირს დაუბრუნდება, ევროპულ ოჯახს და თავისუფლად ივლის იქ ტურისტად თუ სტუდენტად. ეს არის ჩვენი მთავრობის მიზანი, ზრუნვა მომავალ თაობებზე, განათლებაზე, ეკონომიკური ზრდა ვახსენე და ძალიან ბევრჯერ შევსწრები ვარ, როდესაც ვახდი პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა დელეგაციაში, როგორ ეუბნებიან ნახევრად ჩურჩულით მას, რომ ჩვენ ევროპელები ვიოცნებებით, რომ ამხელა 5%-იანიც დაგქონოდაო, მაგრამ ის კი არ იციან მათ, რომ ჩვენს ქვეყანაში შეჭირვება გაცილებით დიდია და ეს მათთვის დიდი ზრდა ჯერჯერობით ქართველებმა კარგად ვერ იძინეს საკუთარ ჯიბეზე, მაგრამ ამ ხრივ მუშაობას ეკონომიკური ბლოკი აგრძელებს. მე ჩემს, ასე ვთქვათ, შესაბამის უსაფრთხოების და იურიდიულ ბლოკთან ერთად ვაგრძელებ რეფორმატორულ მუშაობას და 27-ში გვექნება სხდომა უკვე ახალ რეფორმაზე პარლამენტთან ერთად სამუშაოდ, რასაც ქვია სამართალდამცავი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოს, როგორც არის პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმა. იუსტიციის მინისტრი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ დროებით.